მოგცეთ. მოკლედ ახლა უნდა ვისაუბროთ უკვე გერმანიის გაერთიანებაზე, საფრანგეთის მესამე რესპუბლიკაზე და მერე გადავიდეთ უკვე ასევე აშშ-ის სამოქალაქო ომზე, მერე 2-3 წუთი შევესვანთ უბრალოდ. ესე იგი, პირველი რაც უნდა ალბათ თქვენ აქედან იცოდეთ არის ის, რომ გერმანიის გაერთიანება, საფრანგეთის გაერთიანება, საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა და მათ შორის იტალიის გაერთიანება არის ერთი კონტექსტი, ერთი საკითხია და აი ეს სამივე თემა რომ კარგად გაიაზროთ, აუცილებელია რომ გააკეთოთ ქრონოლოგია. თუ გინდათ რომ გაიგოთ, თქვენ გჭირდებათ რომ გააკეთოთ ქრონოლოგია და ქრონოლოგიის შექმნისას მოკვეთოთ რა არის შემდეგ მოხდა, პირველი რა მოხდა, მეორე რა მოხდა და ასე შემდეგ, ხო? იმიტომ რომ როდესაც ქრონოლოგიით ზოგადად რაღაცებს სწავლობ და განსაკუთრებით ამ გაკვეთილს გაიგებთ ძირითად პრინციპებს. აი ჩონჩხი რა იყო ამ შემთხვევაში, რა არის შემდეგ მოხდა, რომ არ აგერიოთ, იმიტომ რომ ეს გაკვეთილები იმდენად ჩახლართული და არეულია და რაღაცნაირად აზელილია ერთმანეთში, მით უმეტეს ახალ წიგნებსაც ვნახავთ და იქიდან გადაყოთ, ხო? საერთო ჯამში მიხვდებით, რომ გაგიჭირდებათ აღქმა. ეხლა დააკვირდით, პირველი რაც უნდა გამოიკვეთოს არის ის, რომ წინაზე როგორც იტალია, ასევე საღვთო რომის იმპერიაც, როგორც ასეთი, ესე ცალკე გერმანიად თავიდანვე არ არსებობდა და ეს სახელმწიფო მერე როგორც ასეთი შეიქმნა 1806 წლიდან უკვე, როცა აი ეს არის მხოლოდ და ვიცით რომ კარგია? არ ვიცით რომ კარგია. ამ შეკითხულობ? კი. არა. ეს წავიკითხე, ეს ჩემ მეგობარს მოუტანე. მე გაგიზიარებ. ხო და გერმანიის გაერთიანება შესაბამისად არის ალბათ ის პროცესი, აი დააკვირდით თვითონ 1962 წელს უკვე დაშლილი ფრანკთა სახელმწიფოს შემდეგ როგორ ჩამოყალიბდა და როგორ შეიქმნა საღვთო რომი, ოტო პირველის ეპოქა. მასწავლი გაქვთ თქვენ ეს ეპოქა, რომელმაც პირველად შექმნა გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია უბრალოდ და 1512 წლიდან ამას დაერქვა გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია. ანუ ფაქტობრივად გამოვიდა რომ ეს სახელმწიფო როგორც ასეთი, ხო, მთლიანად იყო დაფუძნებული მათ შორის იტალიაც და საფრანგეთიც დაშლილი ფრანკთა სახელმწიფოს ნარჩენები, აი ისტორიული კონტექსტი მე-10 საუკუნიდან ასე მოდის და მერე თქვენთვის კარგად ცნობილი მარტინ ლუთერი, რომელიც უკვე ისწავლეთ განმანათლებლობის ეპოქის შემდეგ, განმანათლებლობა უკვე მერეა, მაგრამ მარტინ ლუთერი არის ადამიანი, რომელიც პირველად დაუპირისპირდა პაპს და ფაქტობრივად მან შეძლო და რაღაცნაირად 1512 წლიდან, როცა ლეონ მე-10-მ გადაწყვიტა, რომ ვატიკანში აეშენებინა ვატიკანის პაპის სასახლე, რაც არის დღეს, ის იმისთვის ინდულგენციები უნდა გაეყიდა და მარტინ ლუთერმა ამას შეეწინააღმდეგა, დაწერა, აგერ თქვენ ხედავთ მარჯვენა მხარეს ბიბლიას, რომელიც მან დაწერა და მერე ეს განავრცო ფაქტობრივად და სიზიარებდა რომ არ უნდა ყოფილიყო არ უნდა გაიცეთ ახალ იმის რომის პაპებზე თანხას ყოფდნენ მაშინ თანხას ყოფილიყო და ერთი თუ გულით მოინანიებდა ადამიანი მაშინ უნდა მიეტევოს თუ გულით ხო, ანუ ზოგადად ინდულგენციებს ეწინააღმდეგებოდა და ინდულგენცია იყო ცოდვების მიტევების სიგელი, რაც თქვენ იცით და ამ ცოდვების მიტევების სიგელით ფაქტობრივად ადამიანი ფულს თუ გადაიხდიდა და მაგალითად ცოლის ცემა 3 ფრანკი ყიდდა, ცოლს ცემდი, მე ამას ისევ გააკეთებდი და გრძელდებოდა ეს პროცესი უფრო დიდხანს. ანუ ამით იმის თქვა გინდა რომ მარტინ ლუთერმა გერმანული საზოგადოების აზროვნება და კერძოდ ჟან კალვინმა მათ შორის კიდევ პროტესტანტული ერესი ჩამოაყალიბეს, პროტესტანტიზმი იცით რაც არის, ეს არის პაპის წინააღმდეგ წასვლა, ფაქტობრივად პროტესტი ერთგვარი და თქვენ ხედავთ 1512 წლისთვის როგორ გამოიყურება უკვე დაშლილი
საღვთო რომის იმპერიის ოლქები და აქ თქვენ ხედავთ აი ვენეციას ხედავთ მილანს და ეს ავსტრიაც ერთ-ერთი ოლქია. ნახეთ, ავსტრია არის ერთ-ერთი ოლქი მთელი ამ საღვთო რომის იმპერიის და აქედან ხონდა შეკოწიწდეს ერთი სახელმწიფო რა, ერთი რაღაცა ხონდა ჩამოყალიბდეს და ჩვენ ახლა ხანდახან ვიცინით ხოლმე და ვამბობთ ხოლმე იმას, რომ აი ქართლი, კახეთი, იმერეთი და ეგენიო როგორ ებრძოდნენ ერთმანეთსო და რაღაცა ერთიანი საქართველოს იდეა და რაღაცა ვახტანგის ისა ფარნავაზიდან იყოვოდა როგორ შეიძლება დაშლილი საქართველოს მე-10 საუკუნიდან და ამას დღემდე არის ამაზე დავა უბრალოდ და რაღა დავა ჩვენ ვამბობთ ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ეხლა ვინც ვიღაცებს თუ უყვართ ზღაპრები და უნდათ რომ საქართველოს ერთიანი იყოს ფარნავაზის დროიდან იყოს მისთვის ერთიანი და ბედნიერებიც იყვნენ ამ იდეით სუფრულ სადღეგრძელოებს განსაკუთრებით უხდება ესეთი ხედვა, მაგრამ რა არის ფაქტი? ჩვენ ხო ადამიანები ვართ, ანუ ჩვენ ხო არ ვქნით რაღაცა საზღაპრო ისტორიას კომპლექსავით, რომ მუცლიდან გავჭრათ და ამოვიყვანოთ მე ისა ბებია. ანუ ეს არის რეალური ისტორია, რაც ორ იდეაზეა დაფუძნებული და ყველაფერი შეაფასეთ ამით, ანტაგონისტური იდეით და მე 19 საუკუნეში ნაციონალისტური იდეით ემატება. აი ნაციონალიზმი რომ შემოვიდა მე-19 საუკუნეში, ამიტომ დაიწყო იტალიის გაერთიანებაც. რატომ არ დაიწყო მე-16 საუკუნეში, მე-15-ში? რატომ არ უჩნდებათ ადამიანებს ამისი განცდა? აი გერმანელები, ნახეთ, დაშლილები, ებრძვიან კი ძალაუფლებისთვის, მაგრამ ებრძვიან ფეოდალები. ერთმანეთს მხოლოდ რომ მე მეტი მიწამი და ეს არის ანტაგონიზმი, ან დაპირისპირება ქონებრივ ნიადაგზე და რეალურად მე შენთან ყოფნა იმიტომ კი არ მინდა რომ ნაციონალისტური იდეით ერთი და იგივე ვართ. უბრალოდ რომელიც დამარცხდა, გადაასახლეს წმინდა ელენზე და მისი ტერიტორია უნდა გადანაწილებული იყო როგორი სისტემით, რა ერქვა ამ სისტემას? კონცერტის სისტემით და კონცერტი იყო ევროპული სახელმწიფოების ტერიტორიული გადანაწილება და აი თქვენ ხედავთ რამხელა პრუსია და რამხელა ავსტრია, ანუ ეგ რაღაცა რომ ჩავტიო, მოკლედ დაახლოებით ესეა უფრო აკადიდებული ამ შემთხვევაში. ორი იდეა იყო. ყველა ხონდა გაერთიანდეს, ახლა ნაპოლეონის აი ჩვენ რო დავიშალოთ, ხელახლა ხონდა ავეწყოთ. როგორ ვერთიანდებით, რას ვუერთებთ და ორი იდეა გაჩნდა. ერთი იდეა იყო, რომ შექმნილიყო გერმანული კონფედერაცია, სადაც იქნებოდა ყველა ამ შემთხვევაში და მეორე იყო პრუსიული საბაჟო კავშირი, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს იდეა დიდად ვერ მიდის ბოლომდე, ნუ კონფედერაცია არსებობს, თქვენ იცით რომ ნაპოლეონის შემდეგ ძალიან ბევრ პატარ-პატარა ნაწილებად დაიშალა 300 რაღაცა 50-მდე ერთეული იყო თითქმის დაშლილი და პატარ-პატარა კონფედერაციული გაერთიანება შეიქმნა გერმანიის, მაგრამ ერთიანი გერმანიის იდეა 1858-59 წლისთვის უფრო მკვეთრად გამოიყო და ჩამოყალიბდა და მივედით ამ იდეამდე, რომ უნდა შექმნილიყო გერმანია ავსტრიის გარეშე, მცირე გერმანია ყოფილიყო. და არა, პირიქით ავსტრიამ უარი განაცხადა გამოყოფაზე. არ უნდა საერთოდ როგორც იყო, ისე უნდა ყოფილიყო, ან ავსტრია ყოფილიყო აქ უპირატეს როლში და საბოლოო ჯამში მიიღეს კანონი განყოფილების შესახებ, რომ მე თქვენ არასდროს არ გამოგოყოფით და ვიქნებით ერთად დიდხანს და ბედნიერ რაღაცა ტოქსიკური შეყვარებულები რო არიან ხოლმე, რო არ შორდებიან ერთმანეთს და ეჭხუბებიან ბოლომდე დაახლოებით ესეთი კონტექსტია შეიძლება აქაც გამოსაკვეთი და საბოლოოდ ჩვენ გადაგვარჩინა ჩვენ რაღა და გერმანია იხსნა ამ უბედურებისაგან, პრუსია უფრო ზუსტად ოტო ფონ ბისმარკმა, იმიტომ რომ ოტო ფონ ბისმარკი იყო ალბათ ის ერთ-ერთი გამორჩეული ყველაფერს რომ თავი დავანებოთ დიპლომატი, რომელმაც შექმნა და შეძლო სრულად სხვა ფენომენით დაინახა, სხვა დიპლომატიური ომებს დაუდო სათავე, რომელიც მანამდე არ არსებობდა და ფაქტობრივად არც იყო. ოტო ფონ ბისმარკმა გადაწყვიტა მის გარშემო არსებული შემოგარენი სახელმწიფოები, რომლებიც ერთი მეორის მიყოლებით, ასე ვთქვათ, კითხულობდნენ ამ შემთხვევაში
ვის რა ტერიტორია წაიგლიჯათ და ვისთვის რა მიეცათ, ოტო ფონ ბისმარკმა ეს ყველაფერი დიპლომატიურად მოაგვარა. თან იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც პირდაპირ მტრობდნენ ფაქტობრივად და მტრები უნდა ყოფილიყვნენ. აი მაგალითად შლეზვიგ-ჰოლშტეინი ერთ-ერთი რაც დანიას წაართვა და ეს იყო ის დიპლომატიური მოცემულობა, რაც ოტო ფონ ბისმარკის პირველი ნაბიჯი იყო და ამ დიპლომატიური ხერხით, რომ რაღაცნაირად შეძლო და თითქოს ისე გააკეთა ყველაფერი, რომ მე რომ ეს წავართვა დანიას და რაღაცნაირად ვაიძულო ამ ტერიტორიის გადმოცემა მუქარის ტონით, თან ისე რომ არც საფრანგეთი, არც რუსეთი რაიმე მას არ გამოთქვას არც დიდი ბრიტანეთი რა მოხდება, ხო? დიდი ბრიტანეთი თვითონ როგორი სახელმწიფო ამ პერიოდისთვის და რას აკეთებს დიდი ბრიტანეთის ზოგადად თუ გავყვებით, დიდი ბრიტანეთი ალბათ არის ის რომელიც არ ფიქრობს პრუსიის საწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებას ევროპაში, იმიტომ რომ მას ყველაზე მეტად უნდა რომ ვინმე შუაგულ ევროპაში საფრანგეთის საბრძოლო ქმედებები განახორციელოს და აი თუნდაც ჩვენ თუ მივყვებით დანიის მარცხს და ის რომ პრუსიას ერგო შლეზვიგი და ავსტრიას ერგო ჰოლშტეინი და თვითონ დანიასთან კონფლიქტი ამ შემთხვევაში 1864 წელს გამოიკვეთა და მოიგეს ეს ბრძოლა და დანია დამარცხებული გამოჩნდა, ხო? იყო იმისი დასტური, რომ დიდი ბრიტანეთი საერთოდ არ ერეოდა თითქოს ევროპის კონტინენტურ საქმეებში და ისე მიიღეს ამათ ესე მარტივად ეს ტერიტორიები, რომ ვითომც არაფერი არ მომხდარა. მაგრამ საქმე ცალკე საკითხია კიდევ, აი ეს დანიის ომი ცალკე რო გამოყოთ და სამი ომის სტრატეგია ჰქონდა მას. ერთი იყო დანიის ომი, რომელიც როგორც გითხარით განახორციელა წარმატებით. მეორე იყო თვითონ ავსტრიის ომი და ეს საბოლოო ჯამში ავსტრია-პრუსიის ომი 7-დღიან ომად არის წოდებული და ამ შემთხვევაში მიზანი იყო ის რომ საერთოდ გაერკვიათ ორივეს რომ უნდა მართვა-გამგებლობა, ის გაეგოთ ვინ გააკონტროლებდა ამ გერმანიას საერთოდ გერმანულ მიწებს. პრუსია იქნებოდა მთავარი აქტორი თუ ავსტრია იქნებოდა და საბოლოო ჯამში ამ 7-დღიან ომში ავსტრიასთან გაიმარჯვა პრუსიამ და ეს როგორ მოახერხა ამაზე ცალკე ვისაუბროთ და ამის შედეგად შეიქმნა ჩრდილოგერმანული კავშირი, რომელსაც პრუსია ხელმძღვანელობს და აქ გვყავს კიდევ ფრანგული ომი, რომელიც 1870-71 წლებში მიმდინარეობს და აქ ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობის არის ემსის დეპეშა, რომლიდანაც ფაქტობრივად ნაპოლეონი იძულებული ხდება ომი გამოუცხადოს და დაიწყოს თვითონ საფრანგეთმა პრუსიასთან კონფლიქტი. მოდი ახლა მივყვეთ ამ ბრძოლებს, ამ ომებს ნაწილ-ნაწილ და პირიქით ისიც უნდა გავითვალისწინოთ კიდევ რომ ოტო ფონ ბისმარკი დიპლომატიის მამად ჩვენ შეიძლება ამიტომაც ვაღიაროთ რომ მან დიდ ბრიტანეთს ყველანაირად გამოურიცხა ყველა შესაძლო შანსი რომ ჩართულიყო ამ ომში, სურვილები დაუკარგა მოკლედ თვითონ დიდ ბრიტანეთს მოსწონს საფრანგეთის წინააღმდეგ ქმედებები. თვითონ საფრანგეთი არის იმის გარდა რომ ჩვენ იტალიის გაერთიანებაზე ჩართულია და წეგან ვილაფრანკას სავზე ვისაუბრეთ, რომელიც გააფორმა ავსტრიასთან, ასევე იტალიასთან საიდუმლო ხელშეკრულება, რომელთაც საბოლოო ჯამში იტალიამ ომი დაიწყო და ავსტრიამ ომი გამოუცხადა თვითონ იტალიას ლომბარდიის და ვენეციის დაბრუნებისთვის. ამას გარდა საფრანგეთს აქვს პრობლემები მექსიკაში. მექსიკური ავანტიურა ალბათ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ზოგადად ჰქონდა საფრანგეთს და ეს პრობლემები ფაქტობრივად ვერადავერ მოაგვარა და პლუს ამას მაქსიმილიან, რომელიც იქ წარმომადგენელი ყავდა, დაუხრიტეს და რუსეთ-პოლონეთის აჯანყებაში თვითონ პრუსია არ ჩაერთო. უარი განაცხადა, ეს რუსეთს ეს სიამოვნდა ძალიან, ამიტომ რუსეთი ამბობს, რომ შენ თუ ჩემს აჯანყებაში არ ჩაერთო, მე შენთან ტერიტორიუმებში არ ჩავერთები დავებში და გადაწყვეტე როგორც გინდა. ამას გარდა ოტო ფონ ბისმარკი დაჰპირდა ალექსანდრე მაშინდელ მმართველს ალექსანდრე მეორეს
რომ თუ შენ ომში არ ჩაერთვები, მე გადავხედავ ყირიმის ომის საზავო ხელშეკრულებას პარიზის ზავს, რომლის მიხედვითაც რუსეთს ეკრძალებოდა შავ ზღვაში ცურვა. და საბოლოო ჯამში ეს 4-ვე ქვეყანა ასე და ამგვარად მოიცილა და შეიძლება ითქვას, რომ იწყება უკვე ამის პრაქტიკული განხორციელება, ან სამი სტრატეგიის პრაქტიკული განხორციელება, რაზეც ახლა ვსაუბრობდი. პირველი გითხარით, რომ შლეზვიგი ამ შემთხვევაში წაართვეს ერთად პრუსიამ და ავსტრიამ და სანამ უშუალოდ ავსტრიის ომი დაიწყო და გამოეყო. ავსტრიის ომში უკვე 7 დღეში მოაგვარა ეს ყველაფერი და საინტერესო არის აქ ის, რომ აი ეს კონტური დააკვირდით, ავსტრია მანამდე უნდა დაემარცხებინა და ისე უნდა დაემარცხებინა, რომ რუსეთი და საფრანგეთი არ ჩართულიყო. და ამას გარდა გამოიყენა მან იტალიის კონფლიქტი. დააკვირდით აქ ორი კონტური ფაქტობრივად რაც არის, აი ამ ორ ნაწილში იტალიასთან იტალია უტევს ლომბარდია, ვენეცია და აქ არის საიდან შემოდის თვითონ პრუსია. ანუ ეს რაღაცა რუკა არ გეგონოთ, რუკის იმას ცდება ვიზუალს. ესე კონტურებით რო აღიქვათ რა გეგმა ქონდა პრუსიას. და მართლაც 7 დღეში სადოვას ბრძოლაში 1866 წელს, რომელსაც სხვაგვარად უწოდებთ კიონინგრაცის ბრძოლას, დაამარცხა ავსტრია და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ ის, რომ გაიმარჯვებს პრუსია, ავსტრია გავა აი ამ გერმანული საქმეებიდან მთლიანად შეიქმნება ცალკე სახელმწიფო, რომელსაც უწოდებთ ავსტრია-უნგრეთის იმპერიას. ავსტრია-უნგრეთის სამეფო გახდა მერე მთავარი, ავსტრია-უნგრეთის იმპერია გახდა მერე მთავარი აქტორი პირველ მსოფლიო ომის დასაწყისის, იმიტომ რომ აქ ცალკე ნაციონალური დაპირისპირებები იყო, იმიტომ რომ 17% უნგრელი მოსახლეობა, ავსტრიელი მოსახლეობა, სერბი მოსახლეობა, რომელსაც ავსტრიელებთან ყოფნა საერთოდ არ უნდათ და სერბი სტუდენტი გავრილო პრინციპი აი ამ ნიადაგზე, ნაციონალურ ნიადაგზე იცით, რომ ავსტრია-უნგრეთის მმართველს ფრანც ფერდინანდს მანქანაში მოკლავს. Ну, ამაზე მოგვიანებით ვსაუბრობთ, პირველ მსოფლიო ომზე რო გადავთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ავსტრია ძალიან დაიჩაგრა ამ მოცემულობით, შეიძლება ითქვას და შედეგი იყო ის, რომ პრუსიამ გაიმარჯვა, ავსტრია გამოვიდა. საერთოდ ჩრდილოგერმანული კავშირი შეიქმნა და ავსტრია გახდა მთლიანად ამისი მმართველი. რაც შეეხება მესამე ომი, აი ამ სტრატეგიის მესამე ნაწილზე რო გადავიდეთ, რაც ქონდა თვითონ ფრანგული ომი 1870-71 წლის დააგვირგვინა ფაქტობრივად ოტო ფონ ბისმარკმა და მან შეძლო ასე ვთქვათ აი ყველანაირად როგორ გითხრათ, ყველანაირად შერცხვენილი ნაპოლეონ მესამის აიძულა ნაპოლეონ მესამე ომში ჩართულიყო. რატო? კერძოდ იტალიასთან და ავსტრიასთან ეს ორმაგი ხელშეკრულებები რაც ქონდა ფაქტობრივად გაფორმებული, დიდად ფრანგი ხალხის იმეებზე არ აისახებოდა განწყობებზე დადებითად. დიდად არ მოსწონდათ ნაპოლეონის ასეთი ქმედებები. მეორე იყო ეს ფრანგების იმპერატორი მაქსიმილიანი, რომელიც მექსიკაში დახვრიტეს. კოლონიური აჯანყება იყო ფაქტობრივად საფრანგეთის და ესეც ვერ გამოუვიდათ. თვითონ ნაპოლეონს ხალხი ხო მოატყუა 1852 წელს და ნაპოლეონი ხო იმიტომ აირჩიეს, რომ იყო ფრანგების იმპერატორი, ამ შემთხვევაში იგი გახდა პრეზიდენტი და ძალიან მალე მან იცით, რომ დიქტატურად გადააკეთა, იმპერიად გადააკეთა მეორე რესპუბლიკა 1852 წელს და საბოლოო ჯამში მან დიქტატურა ჩამოაყალიბა. შესაბამისად, ეს იყო ერთ-ერთი პრობლემა. ძალიან არ მოსწონდა კიდევ აი ეს ლონდონმა 1869 წელს სუეცის არხი მშენებლობა დაიწყო და საბოლოო ჯამში აქ უნდა გამოიკოთოს ის ფაქტი, რომ ეს სუეცის არხი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი არხი იქნებოდა ალბათ ყველასთვის, იმიტომ რომ ამ არხით მოხდებოდა ყველანაირი ინდური ეკონომიკური სარგებლის მოტანა და უფრო მოკლედ თან ნახეთ სად 10800
და სად 6200, ხო, ძალიან მოკლდებოდა და ესეც ვერ აიტანა ნაპოლეონმა. ანუ ყველაფერი ერთად შემოაწვა და ამის ერთადერთ ხსნად იმის გარდა რომ საერთოდ რუსეთიც არ ჩაერთო ამ ომში და ყველაფერი თითქოს ყველა პაიკი რაც კი ყავდა ეგრეთ წოდებული სათამაშო მოუკლა დიპლომატიურ ველზე ოტო ფონ ბისმარკმა დაიწყო ომი. საფრანგეთმა ომი გამოუცხადა 1870 წლის 15 ივლისს პრუსიას. ეს კონფლიქტი გაგრძელდა ძალიან მასშტაბურ დაპირისპირებებში. ერთ-ერთი ყველაზე ისეთი დაპირისპირება იყო სედანის ბრძოლა, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ და საბოლოო ჯამში მიზეზი თვითონ მიზანი აი ამ დაპირისპირებისა ის იყო, რომ ნაპოლეონს დაემტკიცებინა თავისი ძალაუფლება და აქ კიდევ არის ერთი ისიც, რომ ბისმარკმა მიზანმიმართულად გამოიწვია ომი საფრანგეთთან, რომ სამხრეთ გერმანული სამეფოები, რომელიც ფაქტობრივად უარს უნდოდა, რომ რაღაცნაირად ეს სამხრეთ გერმანული სამეფოები გაინახეთ. აი ესენი. აი ეს სამეფოები დაეთანხმებინა გაერთიანებაზე ელზასი და ლორენი. ელზასი და ლოთარინგია გახდა აქილევსის ქუსლი საერთოდ ამათ შორის კონფლიქტში. პირველ მსოფლიო ამ ომში წააგო საფრანგეთმა, ელზასი და ლორენი გადაეცა და ნუ რა შედეგი მოხდა გეტყვით, მაგას აღარ მინდა ხა ფრანგული მაშაურიო და ეს ტერიტორია მე საფრანგეთმა წაართვა პირველ მსოფლიო ომში, იცით რომ მარშალ ფოშის ვაგონში ხელი მოეწერა და დაუბრუნდა. მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერმა ორ კვირაში საფრანგეთი აიღო ეს ტერიტორიები, ანუ აი სიგიჟე იყო და ის ვაგონი ჩამოიტანა ისევ მარშალ ფოშის ვაგონი და ისევ იქ მოაწერინა კაპიტულაციაზე ხელი ფრანგებს. ანუ მიზანი ძალიან სწორად გათვალა ფაქტობრივად ოტო ფონ ბისმარკმა, რომ ნახე ავსტრია გამოიყო, რუსეთი უარს ამბობს, იტალიასთან მოგვარდა, აქეთ შვეიცარია არ ერთვება არაფერში. და დაგვრჩა ეს სამხრეთ გერმანიის შემოერთებაა. შლეზვიგ-ჰოლშტეინი დანიასთან მოაგვარეს თავიდანვე და ყველა რო ჩუმად იყო და გასუსული იყო და თავარი ფაქტობრივად მიზეზი, რატომაც ეს კონფლიქტი დაიწყო, არის ემსის დეპეშა, რაზეც ძალიან გითხარით. ნაპოლეონის ოტო ფონ ბისმარკმა შეგნებულად დაამახინჯა ტელეგრამა ისე რომ საფრანგეთს რაღაცა ტექსტი დიპლომატიურ დონეზე გამმართავი იყო, შეურაცხმყოფელი იყო, თითქოს რაღაცა საფრანგეთი პატარა ბავშვი იყო რა, რაღაცა ეს ხელწამოსაკრავი და აი ეს პირად შეურაცხყოფად მიიღო ნაპოლეონ მესამემ და პირდაპირ ომი გამოუცხადა 15 ივლისს. და დაიწყო კონფლიქტი, რომელიც დასრულდა, როგორც გითხარით, სედანის ბრძოლით მოიგეს პრუსიელებმა. ნაპოლეონი ტყვედ ჩავარდა და ტყვეობაში ძალიან მალე გარდაიცვალა. ამის შემდეგ იმ დროს, როცა ნაპოლეონი ტყვედ ჩავარდა, უკვე 4 სექტემბერს საფრანგეთში ახალი გადატრიალება დაიწყო და საფრანგეთი მესამე რესპუბლიკად გამოცხადდა. ამის პარალელურად დაიწყო ის, რომ ფრანგებმა გადაწყვიტეს, რომ მოდი ან დავნებდეთ, კაპიტულაცია გამოაცხადოთ, მართალი ნაპოლეონი გარდაიცვალა, ჩვენ ხო პარიზი ხო არ დაცემულა, ან ვიბრძოლოთ. იბრძოლეს 1870 წლის 19 სექტემბერი იწყება პარიზის ალყა, რომელიც გაგრძელდა საკმაოდ დიდ ხანს და საბოლოო ჯამში ცეცხლის შეწყვეტას მოეწერა ხელი 28 იანვარს, უკვე 26 თებერვალს ვერსალის ხელშეკრულების ხელმოწერა ოფიციალურად დადგინდა და 10 მაისს 1871 წელს ეს საზავო ხელშეკრულება ჩაიტანეს უკვე გერმანიაში და გერმანია ოფიციალურად შეიქმნა. ვერსალის სარკეებიან დარბაზში ოტო ფონ ბისმარკმა გამოაცხადა გერმანიის შექმნა. 1871 წელს. 1871 წლის 26 იანვარს ოფიციალურად შეიქმნა 26 თებერვალს ხელი მოეწერა ვერსალის ხელშეკრულებას და აგერ თქვენ ხედავთ აქ 1871 წლის 18 იანვარი გერმანიის იმპერიის შექმნა, უпростоროდ 1871 წლის 18 იანვარია გერმანიის იმპერიის შექმნა
ხედავთ ვერსალში შეკრებილ საზოგადოებას. Აი ეს არის ოტო ფონ ბისმარკი, რომელიც ფაქტობრივად განცხადებას აკეთებს, რომ შეიქმნა გერმანია ცალკე სახელმწიფოდ. აირჩიეს მმართველად ვილჰელმ I, გერმანიის იმპერატორი, კაიზერის ტიტული მიენიჭა მას. საფრანგეთმა დაკარგა ელზასი და ლორენი, ალზასიან ასეთ შეიძლება შეგხვდეთ და მას 3 წლის განმავლობაში უნდა გადაეხადა 5 მილიარდი ფრანკი კონტრიბუცია და პლუს ამას ეს ტერიტორიები, რასაც ხედავთ, გადავიდა მთლიანად გერმანიის ხელში. და ძალიან მალე თითქოს ამ მიზნით მოვიდა ოტო ფონ ბისმარკი, რაღაც ესე ამბობენ ხოლმე ხშირად და 1890 წელს მშვიდობიანი პოლიტიკა გერმანიის ბრალებში რასაკვირველია დასრულდა. ასე შეიქმნა გერმანია. ახლა გადავიდეთ უშუალოდ ფრანკთა იგივე სახელმწიფოს, იგივე პერიოდს განვიხილოთ, არაფერი არ იცვლება. ახლა უბრალოდ ჩვენ მივყვეთ და იგივე ნაწილი დავიწყოთ წელანხო იტალიის კონტექსტით განვიხილეთ იტალიიდან, ეხა პრუსიიდან და ავსტრიიდან ფაქტობრივად და ეხა განვიხილოთ, განვაგრძოთ ჩვენ მეორე რესპუბლიკიდან საფრანგეთში რა ხდებოდა და ისევ იგივე წერტილამდე მივიდეთ. ლუი ნაპოლეონი, რომელიც 1852 წელს აირჩიეს ხმათა 97%-ით ნაპოლეონ მესამედ ფრანგების იმპერატორად, რომელიც გახლდათ ფაქტობრივად მეორე რესპუბლიკის ერთ-ერთი შედეგი და მას ეწოდა ღვთისკურთხევითა და ერის ნებით ფრანგების იმპერატორი და ჩვენ 1852 წლის 2 დეკემბრიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიწყებთ აი იმ იმპერიული პოლიტიკის დასაწყისს, რაც ნაპოლეონმა 1852 წლის 2 დეკემბერს დაიწყო მეორე რესპუბლიკის გაუქმებით. და შეიქმნა 1852 წლის 1852 წლიდან 1870 წლამდე მეორე იმპერია. პირველი იმპერია როდის იყო? ეს იყო ნაპოლეონის დროს. 1804 წელს შეიქმნა პირველი იმპერია და 1815 წლამდე გაგრძელდა. მერე მონარქია აღდგა კონსტიტუციური, მერე იყო შარლ მე-10, ლუი მე-18. დიახ. ლუი მე-18, შარლ მე-10, მერე ლუი ფილიპი ხდებათ, კი ბატონო. და მერე მოვედით აქამდე. აი ამ მეორე იმპერიამ რასაკვირველია თავის ხრი გამოიწვია ის, რომ ვიქტორ ჰიუგო მათ შორის და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად სისტემას ღიად უპირისპირდებოდა თავისი წიგნებით, თავისი გამომცემლობებით, თავისი ამბებით და ყველაფრით, გარბის ქვეყნიდან გადაიხვეწა ვიქტორ ჰიუგოც მათ შორის. ამავდროულად ნაპოლეონმა რატო მიიღო ესეთი წარმატება რაღაცა განსაკუთრებული ყირიმის ომი, რომელიც 1853-56 წლებში მოიგო საფრანგეთმა და ეს ყირიმის ომის გადახედვაზე იყო ზუსტად საუბარი, რაზეც წამსაუბრობთ, რომ ეს ოტო ფონ ბისმარკმა პრუსიამ დაიწყო და სავოედან იცა რომ მიიღო ავსტრიისგან, კიდევ ოღონდ დახმარებოდა ამ შემთხვევაში ლომბარდიისა და ვენეციის დაბრუნებაში. ანუ ფაქტობრივად ეს ტერიტორიები და აი ეს ყირიმის ომი და მერე იქ დაემატა კიდე ცალკე მექსიკა და იქ ამბები, საფრანგეთის მეორე იმპერია ალბათ აი ესე გამოიყურებოდა თავისი კოლონიებით მთელ კონტინენტებზე, იქ ლურჯი ფერებით ხედავთ თქვენ სად ჰქონდათ. მექსიკის კამპანიაც ერთ-ერთი წარმატებული იყო თავიდან და საბოლოო ჯამში 1852 და 70 წლამდე ასეთი დიდი იმპერია, რომელსაც თითქოს უნდა ჰქონდეს რაღაცა შედეგი და აი ეს სამი წარმატებული ომი, ყირიმის ომი, იტალიის გაერთიანება, მექსიკის კამპანია, ყველაფერი საფრანგეთის საპირწონედ სასიკეთოდ მოქმედებს. თითქოს ყველაფერი ხო არის, მაგრამ მოვიდა ვიღაც კაცი რა, დაჯდა პრუსიის მმართველ პრემიერ-მინისტრად 1862 წელს და პოლიტიკური, დიპლომატიური ველი სრულიად სხვაგვარად გადაალაგა. ოტო ფონ ბისმარკზე უკვე ვისაუბრე, კონტექსტი განვიხილე, მაგრამ ნაპოლეონ მესამე აგერ არ ხვდებით უკვე რაც მოვიდა და ნახეთ, ნაპოლეონი დამარცხდა სედანის ბრძოლაში, ტყვედ ჩავარდა და ძალიან მალე გარდაიცვალა. რაც შეეხება აი იმ პროცესს, რაზეც ძალიან გავჩერდი, 4 სექტემბერს საფრანგეთი მესამე რესპუბლიკად გამოცხადდა და ხალხი გამოვიდა გარეთ ისევ. ორი ძირითადი პარტია იყო ზომიერები და რადიკალი რესპუბლიკელები და განსაკუთრებით ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანის
არის მესამე რესპუბლიკისა ლეონ გამბეტა და შესაბამისად ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ საფრანგეთმა თითქოს სცადა ეს ნაპოლეონ მესამის დროს დაკარგული დიდება აღედგინა და ეს პოლიტიკური პარტიების ცდილობდნენ მივიომოთ, ვიბრძოლოთ ბოლომდე სისხლის ბოლო წვეთამდე და ამ კონტექსტ შეიძლება მივყვეთ ის, რომ შეიქმნა ცუდი რა იყო, იცით, რომ საფრანგეთ-პრუსიის ომის პარალელურად ჩამოყალიბდა მესამე რესპუბლიკა, რაც ქმნიდა იმის საშიშროებას, რომ ვერ მომხდარიყო მისი სტრუქტურული გამართვა თავიდან, იმიტომ რომ ომის პირობებში ძალიან გაუჭირდებოდათ ზოგადად ფრანგებს განვითარება. კიდევ ერთი დეტალი არის ის, რომ აი ამ ომის პარალელურად აი თქვენ ხედავთ აქ დირიჟაბლით ლეონ გამბეტას წასვლა ქალაქ ტურში. ქალაქ ტური იყო პერიოდი, როცა იტალიამ აიღო ქალაქი ტური. პირველად, ხო, როცა იტალიის გაერთიანების პროცესი უკვე პირველი ფაზა დასრულდა და იქ აქტიურად გარიბალდი გამოდის. და აი აქ თქვენ ხედავთ ჯუზეპე გარიბალდის ვიზიტი მერე საფრანგეთში. როგორ თითქოს ერთმანეთს მხარს უბავენ, ეხმარებიან რაღაცნაირად ორივეს თითქოს გაძლიერება გაერთიანება უნდა და იწყება პრუსიის ალყა ამის პარალელურად და საინტერესო კიდევ არის ის, რომ როცა ეს ალყა დაიწყო, ფრანგებმა შეძლეს ორლეანის აღება და საბოლოო ჯამში იცით, რომ მაინც პარიზი დაეცა. ერთი საინტერესო მომენტი არის, რომ 1871 წელს კრიტიკული ეპიზოდი ფაქტობრივად ეს იყო, პარიზელებმა შექმნეს მუშათა რევოლუციური მთავრობა, ეგრეთ წოდებული კომუნა და მიზანი იყო სოციალური რეფორმები, ანტიკაპიტალიზმი და თანასწორობა და ფაქტობრივად აი აქ რასაც ხედავთ, ამ კომუნამ იარსება სულ რაღაც 2 თვე. ესე ხო საერთოდ ომი ანობის დროს კიდე რაღაცას ქმნი და გააქვს ამისი სურვილი და მოცემულობა, რომ განავითარო ეს კომუნა, ცოტა ისეთია. მოკლედ დავამთავროთ ეს ნაწილი იმით, რომ ზავის პირობებით საფრანგეთმა უარი თქვა ყველანაირ ასე ვთქვათ, ტერიტორიულ შენაძენზე. ელზას და ლორენი გადაეცა, გადავიდა გერმანიის მფლობელობაში, 5 მილიარდი ფრანკი უნდა გადაეხადა ზავის პირობებით. ასევე შეიქმნა ეროვნული კრება და ფაქტობრივად ამ კრებას უნდა შეექმნას სრულად ახალი სტრუქტურა, ახალ პრეზიდენტად აირჩიეს ლუი ადოლფ ტიერი, რომელსაც პარლამენტი ირჩევდა და პრეზიდენტს მხოლოდ წარმომადგენლობითი ფუნქცია ჰქონდა. პარლამენტი ორკამერიანი იყო, ქვედა პალატა, რომელიც ძირითადად დეპუტატთა ასამბლეისგან შედგებოდა, ზედა პალატა იყო სენატი და ძალიან ბევრი პარტია შევიდა თვითონ ამ პარლამენტში და აი აქ თქვენ ხედავთ ძალიან მალე 1873 წლამდე იყო ლუი ადოლფ ტიერი და მერე უკვე მაკმახონი, რომელიც მაშინდელი უკვე თანამედროვე ოტო ფონ ბისმარკისა აძლევს დანებების წერილს ოტო ფონ ბისმარკს და მონარქისტი და კონსერვატორი იყო, ეს კიდე თავის მხრივ ეს ხო ცალკე უბედურება განვითარებულ ლიბერალ საზოგადოებაში მონარქისტი კონსერვატორი მმართველი მოვიდეს 1875 წელს მიუხედავად ყველაფრისა, ფრანგებმა მიიღეს მესამე რესპუბლიკის კონსტიტუცია, შეიქმნა ეროვნული კრება, დეპუტატთა პალატა, სენატი, სენატში 300 სენატორიდან 75 მუდმივი იყო, 3 წლის ვადით ირჩევდნენ პრეზიდენტს, აღმასრულებელი მთავარსარდალი იყო და 1891-92 წლებში აი ამ პარტიულმა პლურალიზმმა იმდენს მაინც მიაღწიეს, რომ და რესპუბლიკელებმა გაატარეს რეფორმები უფრო ლიბერალურ დონეზე. სკოლა გახდა უფასო, სავალდებულო და საერო. პრესის საშეკრების თავისუფლება 1891 წელს, განქორწინება, პროფესიული კავშირების შექმნის უფლება, სეკულარული ეკლესიის შექმნა, ანუ ეკლესია გამოიყო სახელმწიფოს და აღარ იყო ერთად და მესამე რესპუბლიკան საბოლოო ჯამში იარსება 1856 წლამდე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საფრანგეთში შეიქმნა მეოთხე რესპუბლიკა, რატო? იმიტომ რომ იცით, რომ ჰიტლერმა პარიზი ორ კვირაში აიღო თითქმის და ნახევარის პარიზი დაიპყრო, ნახევარი თითქოს ებრძვის, რაღაცა ვიშის რეჟიმი ჩამოყალიბდა და იქეთ გაიქცა, ნუ მაგას მე ცალკე ვისაუბროთ, მეორე მსოფლიო ომზე რო გადავალთ და ეს როცა ნაცისტური გერმანია დამარცხდა, საფრანგეთი ისევ მესამე რესპუბლიკას ხო არ აღადგენდა
ამიტომ მეოთხე რესპუბლიკა შექმნა და დღეს საფრანგეთში უკვე მეხუთე რესპუბლიკაა. ანუ კიდე რაღაცა მოხდა მერე და ნუ ეგ ცალკე საკითხია. რა უნდა გააკეთოთ, რომ ეს გაკვეთილი კარგად გაიგოთ? აი ესეთი ცხრილი დახაზეთ. ახეთ საფრანგეთი, იტალია, პრუსია, ეს თუ არ დახაზეთ, ასე ვერ გაიგებთ. მონარქები, წლები, ლიდერები, ბრძოლა, წლები, შედეგები, იმპერია, რესპუბლიკა, წლები, პოლიტიკური შედეგი, ზავი. და ამის მიხედვით აღქმა, რომ ეს ყველაფერი ხდება ერთდროულად, ძალიან გაგიმარტივდებათ. კარგით, მოკლედ აქ მოვჩეთ მაშინ.